მე საქართველოს მხარეს ვარ, იმიტომ რომ მიყვარს აფხაზეთი. ეს სიტყვები ცნობილ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეს ოთარ ზუხბაიას ეკუთვნის. გამორჩეულ აფხაზეთელს, რომლის ცხოვრებაც ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის შენარჩუნებას ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს წლებში. მან ხანმოკლე 55 წლიანი სიცოცხლის მანძილზე შეძლო ღირსეულად შეენარჩუნებინა სახელმწიფოებრივი ხედვაც და პირადი პრინციპებიც. ოთარ ზუხბაიას წელს 85 წელი შეუსრულდებოდა. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით სოხუმის დრამატულ თეატრში გაიმართა. საიუბილეო ღონისძიებას უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია და მწერალი და პუბლიცისტი მაყვალა ბერიანიძე უძღვებოდნენ. სიმღერის და ცარილის გარდა რადუავს დასაყოფები გესმის ვიღაც ხერის მთაზე ხმიანსა და ფხიანსა სიყვარულში დაათენდა ჩონგურს და აფხიარს. ოთარ ზუხბაიას ხსოვნის პატივსაცემად შეკრებილმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების წესით, მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციით ქვეყნისადმი ერთგულების მისაბაძი მაგალითი დაგვიტოვა. უდიდესი პასუხისმგებლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეობა იმ ადამიანების ყოფილი დათვალისწინებით, როგორიც იყო ბატონი ოთარ ზუხბაია, და სწორედ ესეთი ადამიანები ყვაძლევენ ჩვენ მაგალითს პატრიოტიზმის, ქვეყნის სიყვარულის, აფხაზეთის სიყვარულის პირობებში. ეს არის ჩვენი ისტორია, რომელიც ნამდვილად უნდა დავაფასოთ და აფხაზეთის მთავრობის ვალი არის, რომ ესეთი ადამიანების უკავშირად მნიშვნელოვანი ბევრი კარგი ღონისძიება გავაკეთოთ. ემზადებოდი დღევანდელი დღისთვის მართალი რომ გითხრათ. აუდიტორიასაც რომ გადავხედე ადამიანებს, ვინც ამის ორგანიზებაში იღებდა ორგანიზებაში ღონისძიების ბატონო გიორგი ბატონჩელო. ყველა თქვენ სლავონებაში განსხვავების მიუხედავად გაცილებით უფრო ახლო ხართ ემოციურად და ისტორიულადაც. არსებობს ჩვენი საზოგადოების გამორჩეული ადამიანები და როგორ წუხვართ ყველანი, რომ ბატონი ოთარი ცოცხალი არ არის დღეს. რამდენად ძლიერი ინტელექტით შეემატებოდა იმას, რასაც სახელმწიფო სტრატეგია ჰქვია. მისი აზროვნება, მისი დამოკიდებულება საკითხების მიმართ. იქ ლიხლიში ვაჟკაცობა რომ გამოიჩინა, ეს ვაჟკაცობაც იმ ემოციური აფეთქებით არ მოდის. იმ ხედვით მოდის, რომელსაც იგი ფლობდა. ოთარ ზუხბაია ჩემი აზრით იყო ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პიროვნება, რომელსაც აფხაზები ძალიან უწევდნენ ანგარიშს. თქვენ იცით, რომ ბორის აგრიევა ძალიან ძლიერი პიროვნება იყო და ვისაც ის ანგარიშს უწევდა, აი ეს იყო ალბათ ერთადერთი ჩემი აზრით ოთარ ზუხბაია. მოვლენები, რაც განვითარდა აფხაზეთში, დიდი ალბათობით არ მოხდებოდა. დიდი ალბათობით და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდებოდა. იქნებოდა რაღაცა პრობლემები შემოხლა, ასე ვთქვათ, გამოსვლები, მაგრამ ომამდე საქმეს ეს ორი ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ მიიყვანდა. ოთარ ზუხბაიას კარიერული აღმასვლა 1970-იანი წლებიდან დაიწყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. მან მალევე დაიმკვიდრა სახელი როგორც ძლიერმა ხელმძღვანელმა და ლიდერმა. იგი 1987 წლიდან 1999 წლამდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. ეს იყო ეპოქა, როდესაც აფხაზეთში დაძაბულობა პიკს აღწევდა. ოთარ ზუხბაია კი იყო ის ფიგურა, რომელიც სეპარატისტულად განწყობილ ძალებთანაც მთელი ძალისხმევით ცდილობდა დიალოგის შენარჩუნებას, რათა თავიდან აეცილებინა ის ტრაგედია, რომელიც აფხაზეთს წინ ელოდა. ბატონ ოთარ ძალიან დიდი წვლილი შეძლო, ასე ვთქვათ, პირველად ჩამოყალიბებაში. და მე ზუსტად იმ მასაკში უმაშინეს რომ 30 წლის მოდამდე 30 წლის ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი და ახალ სკოლებაში, ვეცდებ ჩვენ ერთად ამ საქმეს ვაკეთებთ. მე ყოველთვის ვიზარდი რომ ქვეყანას დააგდო ვაჟკაცი კაცი ოთარ ზუხბაია.
ბევრი რა ისი ცხოვრებიდან ჩემი თავობისთვის საამაყოა ჩვენ უნივერსიტეტში ის არის ჩვენი ფიზიოლოგიური გულდახმარებული ხშირად ვიხსენებთ მას საშუალება და ის სახელით სხვა ფიზიოლოგიური გულდახმარებულებთან ერთად იყოს უკავყოფილი. მას მტკიცეც სჯეროდა, რომ ერთობლივი მოღვაწეობითა და სულიერი სიახლოვით შესაძლებელი იყო იმ ძმური კავშირის აღდგენა, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს შორის საუკუნეების განმავლობაში არსებობდა. ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როცა მართლა მღელვარება იყო და იყო რისკი, სასიცოცხლო რისკი იყო, იგი მედგრად იდგა საქართველოს ერთიანობის ადარაჯოზე. ამის მაგალითია ის, რომ ლიხნში როცა ხელის მოწერა იყო აფხაზების სეპარატისტების მიერ, ოთარმა განაცხადა იქ, რომ ის არ მოაწერდა ხელს ლიხნის წერილს. ეს იყო მაშინ ძალიან დიდი გამბედაობა და დიდი გმირობა, რომ ეს არ იყო უბრალოდ, ეს სიცოცხლის რისკის ფასად ხდებოდა. ბატონი ოთარ ზუღბაია იყო ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი საქართველოს რეალობაში. ის იყო გამორჩეული მმართველი, რომელსაც თავისი რაციონალური გონებით, ცივი გონებით, ამავე დროს ძალიან მოზომილი და ძალიან ესე ვთქვათ, კარგი ძლიერი ავტორიტეტის და მმართველი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა უნიკალური უნარი ქართველებსა და აფხაზებს შორის სწორი მართვის. მან აჩვენა მაგალითი ღირსეული პოზიციის, ღირსეული დამოკიდებულების. ეს არ აკრინებს სხვებს, ვინც ხელი მოაწერა ეგრეთ წოდებულ ეიფორიულ გარემოში, მაგრამ ადასტურებს მის გმირულ და რაციონალურ და გონებრივ და მათ შორის ლიდერულ გადაწყვეტილებას, რომელიც მან მიიღო. სახელმწიფოებრივი გამოცდილება ოთარ ზუღბაიამ ომის შემდგომ წლებშიც გამოიყენა. 1992-დან 1995 წლამდე იგი საქართველოს მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. პარალელურად ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალს აძლიერებდა როგორც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე. დღევანდელი საღამო შედგა და ამის ასეთი დასკვნის უფლებას მაძლევს ის ადამიანები, რომლებიც ესწრებოდნენ ამ საიუბილეო საღამოს. ოთარი ზუღბაია არის ის პიროვნება, რომელიც მართლაც და რომ განსაკუთრებულია თავისი ცხოვრების წესის გამო. ადამიანი, რომელსაც საოცარი ძლიერი გენეტიკური ფესვები აქვს. ძალიან მძიმე იყო ოთარისათვის ბოლო წლები, რომელიც მან ჩაატარა აფხაზეთში მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. იმდენად ცვალებადი, დინამიური, სხვადასხვა მოვლენების კატაკლიზმებით აღსავსე პერიოდი იყო, რომ ცოტა არ იყო და ძნელი იყო რაღაც ამ ბურუსიდან გამოსვლა, მაგრამ ბატონმა ოთარმა ღირსეულად გაართვა თავი, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიახლე იყო. დღევანდელი საღამო ჩვეულებრივი არ იყო. ეს არ იყო გახსენება მხოლოდ რაღაც ჩვეულებრივი გახსენების რიტუალი არ იყო. ეს არის მაგალითი იმის, რომ როგორ იქცეოდნენ ადამიანები ყველაზე კრიტიკულ მომენტში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს. ოთარ ზუღბაია არა მხოლოდ რეალობას აფასებდა, არამედ წინ იყურებოდა. და როდესაც მას უთხრეს, რომ არ წამოხვიდე, იმიტომ რომ აბობოქრებული 40,000-მდე ეგზალტირებული, გავეშებული ადამიანია და შეიძლება რამე უბედურება მოხდეს და შეიძლება სიცოცხლე დაკარგო, მან თქვა რომ არა და არავის არ უთხრა. ის დაცვით კი არ წასულა. უბრალოდ მან თქვა რომ მე უნდა ვიყო იქ. ეს არის ჩემთვის სევდანარევი სიამაყის საღამოები. ძალიან ადრე მოგვიწია 30 წლის უკან სამუდამო განშორება და ძნელია ჩემთვის მამაზე ვისაუბრო წარსულით. ჯერ ის მამა ჩემი იყო, შემდეგ იყო სახელმწიფო მოღვაწე, მთავრობის თავმჯდომარე და ყველა ის რეგალია, რაც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია. როგორი მამაშვილობა გქონდა, ისმის კითხვა, ეს იყო ზეკოსმიური მამაშვილობა, რომ დავყავდი სასეირნოდ, სულ მეუბნებოდა მამა, ჩვენი სამშობლო ეს არის. ჩვენი ფესვი ამ მადლიან მიწაზეა. მე საქართველოს მხარეს ვარ, იმიტომ რომ მიყვარს აფხაზეთი. ეს სიტყვები ოთარ ზუღბაიამ ლიხნში სეპარატისტულად განწყობილი აფხაზების მრავალათასიან მიტინგზე წარმოსთქვა, რითაც მან რისკის ქვეშ დააყენა არა მხოლოდ პოლიტიკური კარიერა, არამედ სიცოცხლეც. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა არის მაგალითი, თუ როგორ უნდა ემსახუროს სახელმწიფო მოღვაწე ეროვნულ ღირსებას, ერთიანობასა და სამშობლოს საერთო მომავალს.